წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ-თაიმ, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. სპორტ-თაიმის სპონსორია სამშვიდიანი. სლოტ კლუბების ქსელში, სამშვიდიანში იღბალი შენს მხარეზეა. აქ მაქსიმალური კომფორტი და მოგების მაქსიმალური შანსია. მხოლოდ ჩვენთან ნოვომატიკის, ეჯეტეს, ოდრექსის ფირმის უახლესი ტიპის აპარატები და რულეტი. ყოველდღიური ჯეკპოტები, უამრავი ფულადი პრიზი და ავტომობილების გრანდიოზული გათამაშება. ბარკეტილში, ორთაჭალაში, ქალაქ რუსთავსა და მარნეულში. სამშვიდიანი. ვინც არ თამაშობს, ბერიგებს. მაშასე ძვირბაცო მეგობრებო, გათამაშება გრანდიოზული სოლკლუბებში სამშვიდიანის მიმდინარეობს. სამშვიდიანი აზარტული გასართობი თამაშების ლიდერი საქართველოში, უამრავი სიახლე, მოგების გაზრდილი შანსი, გრანდიოზული გათამაშებები, არაერთი სიურპრიზი, რომელთა ოდენობა იზრდება და შეგნებულად თქვენი მონამორჩილი ვერ აშღერებს მარტივი მიზეზის გამო, მაშინ რა კიღა სიურპრიზი იქნება თუ კი ის წინასწარ გახდა უშუალოდ კომაგისთვის ცნობილი, რაც თავარია ვეპლუსები, იგროსოფტები, ადმირალის ტიპის უახლესი აპარატები, რაც მოთამაშის მოგების ზრდას ზრდის. რაც თავარია ყველაფერი მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, აბსოლუტურად კლიენტების მაქსიმალური ნორმების დაცვით და მე მოკლედ შეგახსენებთ, რომ უშუალოდ სამშვიდიანის ორი ფილიალი დედაქალაქში, კერძოდ გულიას პირველი ნომერი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია და ასევე ვარკეთილი, ორი ობიექტი რუსთავში, ერთი მარნეულში, სამშვიდიანის სლოგანი, ვინც არ თამაშობს ვერ იგებს. მე შეგახსენებთ, რომ საპრიზო ფონდი უპრეცედენტოდ მაღალი 350,000 ლარი, უამრავი ფულადი საჩუქარი, ყოველდღიური ჯეკპოტები და 3 ავტომობილი მერსედესი, კია და BMW სამშვიდიანის მიერ წარმოდგენილი გათამაშებაში. ვინც არ თამაშობს, ვერ იგებს. სამშვიდიანი აზარტული გასართობის თამაშების ლიდერი საქართველოში. ახლა კი დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა, კონტინენტის 12 მოწინავე გუნდში მოხვედრით გამოწვეული უდიდესი სიხარული. ეს იყო ალბათ ქართული სპორტის ისტორიაში საერთოდ არა მარტო დამოუკიდებლობის, საერთოდ სადამაშო ბურთიანი სახეობებმა ხედველობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება. 12 მოწინავე გუნდ შორის მოხვედრა, თუმცა შემდგომ სამწუხაროდ ფინალურ ეტაპზე ბოლო ადგილი, რასაც მოხდა ჩვენს დედაქალაქში გამართული ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ყალბურთში და აქაც მოუგებლა და აქაც ბოლო ადგილი. თუ რამდენად ლოგიკურია შედეგი და უმთავრესად რა იყო გამოწვევი მიზეზები, რატომღაც ეხა არ მინდა უშუალოდ ჩემი კოლეგების ასე ვთქვათ ბაღბოსტანში კენჭების და ლოდების სროლა დავიწყო, თუმცა რაღაც ქართველებს გვაქვს ეს ურა მაქსიმალისტური მიდგომა, თუ გვაქვს შედეგი ხო კარგი და მოკლედ ინტერვიუზე, გადაცემაზე, სტატიაზე, თუ სადღაც რაღაც ისე არ ხდება და ვიღებთ არასასურველ შედეგს, შემდგომ არც ვინტერესდებით კი რატომ და რისთვის. ეხა გათავდა ორი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, პირადად მე ასე გულმწყვილად ველოდი, რომ ატყდებოდა კარგი გაგებით აჟიოტაჟი, ნუ ყოველ შემთხვევაში დავინტერესდებოდით გუნდის ხელმძღვანელებით, მოთამაშეებით, უშუალოდ ფედერაციის მესვეურებით, საერთოდ რა ხდება შემდგომ რა გველის, მაგრამ აი უკვე გამლო ხო, ბატონებო, წარმოგიდგენ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრებს. ლეგენდარული ქართველი წყალბურთელი, ამჟამად საზღვაო სპორტის სახეობა და პრეზიდენტი ბატონი დავით რურუა და ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ირაკლი ბართაია, ვირაცაც საღამოშვიდობის მოგესალმებით ბატონებო. ბატონ დავით, ხო არ ვაჭარბებ ეხლა რაც გავაჟღერე? არაფერს არ ვაჭარბებთ, პირიქით ეხლა გული მწყდება, რომ ესე გამოგვივიდა და საერთოდ ეგ ქართველებს ახასიათებს თუ რაღაცას გადიხარ და რაღაცას აკეთებ, ხო კარგი და თუ არა არც კი თუ ფეხით უპატრაზე, ნუ ერთი თამაშის მოგება შეიძლებოდა ისეც რომ ალბათ ჩვენი ცოტა ისეთი ალბათ მომზადების ამბავსაც მოყვები ალბათ და როგორ ემზადებოდნენ და რა იმაში იყო შეიძლება ცოტა გადაღლილებით იყვნენ, თუ მაგას ვეუბნებოდი მწვენელებსაც რომ მე თქვი მეტი არ მოგვივიდეს, მეტი ეგ მწვენელებსაც არის დამოკიდებული ალბათ და ბევრი რაღაცები შეიძლება გამოეპარათ. აი მე უფრო ვიტყვი ამას რომ ეს ბოლო წლის განმავლობაში არ იყო ამის ეს მომზადება, ჩვენ რაღაც გავიარეთ რაღაც ეტაპები, მაგრამ ჩვენ ძალიან ფიზიკურადაც და ძალიან ისე ცურვითაც 3 თვის განმავლობაში მომემზადეთ და 3 თვის განმავლობაში მე მგონი არ იყო ეს ბიჭებს, ან ზედმეტი მოუვიდათ 3 თვის ზედიზეთ ვარჯიში და
ესეთი ვარჯიშით და ესეთი სქემით შეიძლება არც უნდა ევარჯიშათ პრინციპში, მაგრამ ამას მე დავანაშაულებ, იმიტომ რომ აქ უკვე მოთხოვნა იყო ესეთი, რომ ძალიან 12 გუნდში ესეთი გუნდებთან მივდიოდით სათამაშოდ, რომ უნდა მომზადებულიყავით სერიოზულად და შეიძლება ეს მიზეზიც იყო ძალიან სერიოზულად მოვიდომეთ და შეიძლება ცოტათი გადაღლილებიც იყვნენ, აი მე ალბათ ბატონ დავით, მოვიდეთ და ეს სამი თვე ბრძანეთ მე ვიხსენებ უშუალოდ ეხლა თქვენი ჭაბუკობის პერიოდს, როცა თბილისის დინამოს ლიდერი და კაპიტანი იყავით და მაშინ მიუხედავად იმისა, რომ თქვა ტურები ტარდებოდა და იყო ხანგრძლივი პაუზები ტურებს შორის, ხო? და უშუალოდ ჩემპიონატის მშველობისას მე რაც მახსოვს, ფაქტიურად არ იყო კვირა, ნუ აი რაღაცა 2 კვირა მაქსიმუმ ასე არ დადეგები ქონოდა გუნდს, ანუ დატვირთვა და რეჟიმი მომზადების იყო პრაქტიკულად მთელი კალენდარული წლის განმავლობაში. ახლა ხო მხოლოდ 3 თვე და ასე ზიგზაგურად. ხო ამას ბატონო დიტო ეს ალბათ იმიტომ არის ეს გამოწვეული რომ იმიტომ გამოიწვია ამან რომ ესეც რომ მოხდა რომ აი საბჭოთა კავშირი აღარ არის ჩვენ რუსეთში თამაშობდით და ამას მთელი წელი გაწერილი მქონდა და რა გუნდებთ ხო ეს იყო არაოფიციალური ევროპის ჩემპიონატი ფაქტიურად ეს იგი ყოველ როგორ თქვენი თქმის არ იყოს ეხლა თქვენ რო იძახით რომ 2 კვირა თუ იქნებოდა დასვენება და დანარჩენს სულ ესე ვარჯიშობდით და თამაშობდით ნუ ზამთრის პერიოდით გაწერილი იყო რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავით ბაკურიანში მე რაღაც ბორებზე უნდა წავსულიყავით და ეს ვერც მოხდებოდა იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს ესეთი ჩემპიონატი, საქართველოს ჩემპიონატი, რომ ესე გაწერილიყო. ჩვენ ყავს 4 გუნდი და ისე იმასაც ვაკოციცებთ ამ. ვაკოციცებთ, ბატონ დავით, მომიტევეთ ამას დამატებული ის, რომ ის ქართული წყალბურთის მე ყოველ გადაცემაში რა დამღლის, მე კი არა ნეტა უშუალოდ ვიღაცა მიიღოს კურსზე, მე არ ვიცი, ეხლა ცოტა ვიცით რა არის უკვე ეს დრო, ამას არ აქვს, ეს უხეშად რო თქვა, ეგრეთ წოდებული სროგ დავნეს, ის რაც იყო ქართული წყალბურთის სამჭედლო. მე არ ვიცი რა გზებით, როგორ, მაგრამ ის სამართლიანობის ადგენის ერთ-ერთი ის, რომ ის უნდა დაბრუნდეს მე არ მაინტერესებს იქ და არავის რომ 50000 ევროიანი თუ 100000 ევროიანი სარკე კიდია თუ რა კიდია და ვირას აკეთებს. ფაქტია რომ ქართულ წყალბურთს წაართვეს თავისი სამჭედლო. მხედველობაში მაგ ვაკის აუზე. ამის შემდეგ არ ვიცი რა ხდება ეხა უშუალოდ ჩვენს ღიაუზე მხედველობაში მაგ ლაგუნავერე. იქ სადაც ეხა ქართული წყალბურთი ასე ვთქვათ არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო ნაწილობრივ ახლა შეყუჯული ისიც დამეთანხმეთ და თქვენ ყველაზე კარგად მოგხსენებათ რომ ბოლომდე ევროსტანდარტების ანუ იგივე ზომების ხრივ არ არის ხო ორთაჭალის აუზი მხედველობაში გარი ხო რაღაც პრობლემები მახსოვს იყო ორთაჭალაში საწყლოსნო იქ აუზი უნდა აშენდეს კიდე არა მესმის მაგრამ მე ვამბობ ამ წუთში რა მდგომარეობაც არის ანუ ფაქტიურად ვართ აუზის გარეშე ხო ნუ ჩვენ ფაქტიურად ერთი აუზი გვაქვს რასაც ვიძახით ეს ოლიმპიკი არის ერთი აუზი სადაც აი მთელი წყალბურთი პატარებიდან დაწყებული დიდებიც რავისად მე მგონი მესამე ნაკრებიც იქ ვარჯიშობს ну წყალი ისე რომ ვთქვათ რომ ბასენი არ გქონდა ერთი ბასენი გქონდა ჩვენ ხა პროსტ ესეთი რაღაცა მინდა გითხრათ რომ ჩვენ 2 კვირით ადრე და უფრო მეტი ხნით ადრე ჩვენ წავედით ჩერნოგორიაში და იქ მივიღეთ მე ეს ბოლოს 2 კვირა შეიძლება არც გვეყო ღია ბასენს იყო ეს ევროპის ჩემპიონატი და ღია ბასენზე წავედით 2 კვირა შეიძლება ეს 2 კვირაც არ იყო იმიტომ რომ ჩვენ სულ დახურულ ბასენში ვარჯიშობდით ერთი ბასენი გქონდა და შეიძლება ამის მიზეზიც იყო რომ ეს რამოდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ დახურულ ბასენში გავიარეთ ეს თამაშები და მოსამზადებელი პერიოდი ამანაც დიდი იქონია იმიტომ რომ ღიადან დახურულ შედეგად უფრო მეტი ისა გაქვს რა ქვია გამძლეობა გაქვს და დახურული და ღიაში უგადადიხარ იქ უკვე სხვანაირი შეჩვევა უნდა ერთი თვე მაინც უნდა იყო იქ შეჩვეული წყალს რომ ამანაც შეიძლება იმოქმედა ამ პრობლემას ამ პრობლემას შეიძლება აშკარად ეხა ეს ბუნებრივია ასე პირდაპირ შეიძლება ითქვას არ გაქრებოდა უკვალოდ და თავის სახურებას ამას დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ეროვნული ჩემპიონატი როგორ გაქვს ქვეყანაში არა რა თქმა უნდა რა რაოდენობით სხვათა შორის ისიც და ეს ციფრები ბატონ დავით რატომაც ყველა ფედერაცია ჩემი აზრით არ არის მოსარიდებელი უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალური ნუსხა რამდენი მოქმედი სპორტსმენი ყავს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შემდგომ უკვე პროფესიულ სპორტსმენთა რაოდენობა
ხო მეთანხმები, იმიტომ რომ როცა იდება მოწინავე კი არა, თუნდაც საშუალო ევროპული ქვეყნების ამა თუ იმ სახეობაში ეს მონაცემები, იცით გზაფრავს და გზარავს. ეხლა მე ერთ რაღაცას ვიტყვი, მე ეს გუნდი, პრინციპში აი რაც გუნდი ჩვენ შემოგჩა და რაც ეს გუნდი ამ გუნდიდან 12-15 კაცი შემორჩა ამ იმას. ნუ ამე არ ვიძახი ხარ რომ დაგვემატნენ ისე 15 კაციდან გაკეთდა ეს სულ მოქმედი აი ქვეყანაში იყო 15 წყალბურთელი. აი მე 15 კაცსაც ვერ ვიტყვი ხანდახან პატარებსაც ვიმატებდით ხოლმე, ახალგაზრდა ნაკრები და ვიმატებდით ხოლმე. ხო შეიძლება ვიღაცა ავად გაგვთარიყო რაღაცა ამ 15 კაციდან 7-14 კაცი აუცილებლად მოკავდეს ვარჯიშზე. ხანდახან ხდებოდა ეგრეთ წოდებული სპარინგი რომ მაინც ორი გუნდი შეკრებულიყო და ერთმანეთში ეტაპაში. ხანდახან პატარებს ვიმატებდით ხოლმე. რა ესეც ამასაც დიდი მნიშვნელობა რაც ახლა მეტი არჩევანი გავს სპორტში, რაც მეტი მოთამაშეა წყალბურთელი, უფრო მეტი საუკეთესო მოთამაშეს აირჩევ, ხო? და რაც გქონდა აიქიდან გაკეთა ეს გუნდი, რაც საშუალება გქონდა. და ამიტომ არის საჭირო რომ არა მართლაც ეს იყო სავალალო მდგომარეობიდან აი პირველი ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას სინათლე რაღაც სხივი უпроსორედ რომელიც შეიძლება ცოტა აი ხა მომავალ ევროპაზე ალბათ უფრო მეტი საშუალება გვაქვს იმიტომ რომ ეს ახალგაზრდა ბიჭები რომლებიც უკვე ზოგიერთები საზღვარგარეთ არიან წასულები იმათაც დავიმატებთ ალბათ და უფრო მეტი მე მგონი შედეგიც უფრო კარგი იქნება. ძვირფასო მეგობრებო შემოგვიერდა წარსულში კიდევ ერთი ცნობილი წყალბურთელი მეტი სხვა შორის აი ქართული კომაგისთვის გამორჩეული სიტყვა და სიყვარული გაჟღენთილი იყო ყოველთვის ამ პიროვნების მიმართ და ამჟამად ჩვენი საწყლოსნო სახეობათა ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ ბატონი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი. ბატონ ალექსანდრე, მოგესალმები და აი მოდი უშუალოდ მინდა თქვენთან ამ კითხვით გადმოვიდე. აი უშუალოდ დღეს რას ველით უახლოეს მომავალში მხედველობაში მაგ სტრუქტურასთან დაკავშირებით კარს მომდგარი შემოდგომაა და უნდა ეროვნულმა ჩემპიონატმა დაიწყოს ფუნქციონირება რა ხდება ამ ხრივ ასევე აუზებთან იმიტომ რომ რამდენჯერმე გაჟღერდა ქვეყნის სპორტის პირველი პირების მიერ რომ მთლიანობაში ჩვენ 3 წლიანი ციკლით უბრალოდ 5 წლიანი თუ არ ვსწრები ხო ბატონო დათო 2018-მდე სულ 8 აუზი უნდა აშენდეს თანამედროვე ტიპის ანუ ყველანაირი ინფრასტრუქტურა და ყველაფერი უნდა მოიცავს. ეხლა სანამ ის აშენდება, მოდით რეალობიდან გავდივით, იმიტომ რომ სულ მალე დაიწყება მორიგი ციკლი, ხო? ჯერ მსოფლიო ისა უკაცრავად მსოფლიო ევროპის შესარჩევის მორიგი ციკლი დაიწყება, ხო? გაიცათ უკვე. ამისთვის იწყება თებერვალში. უკვე თებერვალში. ნუ კარს მოგო წარმოგიდგენიათ, რაღაც 4 თვეა დარჩენილი. 11-ში ევროპა და ოლიმპიადა ერთმანეთს ემთხვევა და ცოტა ადრე იწყება და საერთოდ ევროპა იწყება ზამთარში. ეგეთი რამე არ ყოფილა ზამთარში დაწყებულიყო ევროპა ბელგრადში არის და ეგ იწყება მე მგონი იანვრის ბოლოს. თან ის ჩვენთვის საამო ინფორმაცია რომ მე შევახსენებ კომაქს ვინც არ არის საქმის ყურში რომ მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა და მომავალი ევროპის ჩემპიონატიდან იქნება უკვე 16 გუნდი რა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ახლა წელიწადის დროს პლეი-ოფში ყოველთვის არ გაგიმართებს ხო არის ისეთი მომენტი რომ შეიძლება წლები მაგრამ აი 16 გუნდამდე გაზდა თუ ჩვენ ვიყავით მზად იმის მანიშნებელია რომ ჩვენ გვექნება რეალურად მორიგ ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი ეს იქნება. მაგრამ ბატონ დავით, მოდი იცით, აი დაუბრუნდეთ რას ეროვნულ ჩემპიონატზე. რა მდგომარეობაში ეთქვენ ბრძანეთ, რომ აი 4 გუნდი ძლივს ვაკონტროლებს. ახლა რა ხდება? ეროვნული ლიგა მოსმა. კინო ლიგა მოსმა. და ეგ თბილისი იყო, ნუ ეს 2 გუნდია და ჩვენ ახალგაზრდები ჩავთეთ იქა და ჩავთეთ კი 98-19-იანებით ჩავთეთ. ქუთაისი ვათამაშეთ, ქუთაისის ახალ პატარები ვათამაშეთ, ბათუმი ვათამაშეთ კიდე. მაგრამ მე ბოლო ადგილები აიღეს, აქ 4 გუნდმა გადაწყვიტა, რუსთავი იყო, რუსთავის სახელით გამოვედით კიდე და იქ თქვენ მოგეხსენებათ, იქ ზვიგენები თამაშობდნენ ადრე, ის ბიჭები ჩავთეთ ამ რუსთავის გუნდში. და მესამე ადგილი აიღეს. ნუ აი რაც გამოგვივიდა ეს იყო რომ ლიგა მოსვლა პირველი ადგილი აიღო. ნუ ეს ორი ფინალური თამაში იყო. ორ-ორჯერ ვათამაშეთ და მესამეჯერაც ვათამაშეთ, მაგრამ ნუ რა ბატონ დავით იცით არ შეიძლება არ კითხოთ. უფრო კაი საგვაქვს პატარებში. ეხლა პატარებში ჩვენ ჩავატარეთ პირველი ტური. ეხლა ვიწყებთ უკვე 24-ში. 24 ოქტომბერს და 31-ში ცოტა დიდები დაიწყებენ 18-იანები, 19-იანები 30-იანები დაიწყებენ და 2000 და 2001-იანები დაიწყებენ 24 ოქტომბერს. მეორე ტური ტარდება. პატარები ცოტა ისა ყოჩაღათა ვართ, იმიტომ რომ ერთში არის 12 გუნდი და მეორეში არის 10 გუნდი. ნუ დაწყებული ქუთაისი, საჩხერე და ამაზე დიდი იმედი გვაქვს მაგ პატარა ბიჭების ალბათ
საქართველოს ჩემპიონატიც ალბათ სერიოზულად და კარგად ჩატარდება. არა მერტფაგრას იმიტომ ამის გარეშე ჩვენ ვერანაირი თქვენ ისეთი თაყვანისმცემელი ხართ წყალბოდი თქვენც არ უბრალოდ მოგიწევთ ამ გეტყვით ალბათ წინასწარ ოქტომბერს აუცილებლად ვიწყებთ უკვე რომ მოგზანდეთ და მე მგონი ნორმალურად ჩავატარებთ ამ საქართველოს ჩემპიონატს. არა, ნორმალურად კი არა, მე მგონი აქ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და აი რა შეიძლება ბატონო ალექსანდრე, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. დღეს არსებული აუზი, ეს საწყლოსნო კომპლექსი კი ბატონო გასაგებია. შემდგომ რა ხდება? ეხლა ბატონო დავითმა ბრძანა უშუალოდ ის რა ტრადიციულად იყო, ხო? რუსთავში იყო, ხო? ქიმიკოსებს ეკუნდოდა, ხო? მე მგონი ის აუზი რო იყო ჩვენ ეს გულისხმობა აი თქვენი მოქმედი წყალბურთის, ქუთაისში ჰქონდა აუზი, ეხლა ქუთაისში რა მდგომარეობა იყო შემდგომ ზღვისპირეთში არანაირი პრობლემა არ ქონია ამ ხრივ სამწუხაროდ ეხლა აფხაზეთში ვერ თამაშობდა ეს გასაგები იგივე ბათუმში თქვა იგივე ფოჩი აი უშუალოდ მარტო თბილისით ვერ შემოვიფარგლებით ხო თუნდაც კი ბატონო 10 აუზი გავხსნათ ხვალვე და ხვალვე წყალბურთი დაკავდეს მთლიანად და დაიტვირთოს ხო ტრადიციულად მოგეხსენებათ ბათუმში იყო აუზი ქუთაისში სოხუმში და ჩვენ ყოველთვის დავდიოდით შეკრებებზე. აუცილებელია ინფრასტრუქტურა ისევ აშენდეს, იმიტომ რომ დღეს მოშლილია, განადგურებულია, საერთოდ არ არსებობს ყველაფერი გადმოსულია თბილისზე და მხოლოდ თბილისს არ შეუძლია ეს ყველაფერი აწიოს, იმიტომ რომ ძალიან კაი ბავშვები მოდიოდნენ ბათუმიდან, ქუთაისიდან, ტრადიციულად სოხუმიდან, დინამო თბილისში და საქართველოს ნაკრებში რამოდენიმე თბილისელის გარდა თამაშობდა გამორჩეული მოთამაშეები. ამიტომ კი აი რუსტავს ეხა კურდანიძის სახით ლეგენდა ყავდა, ხო? ამიტომ მარტო ოლიმპიკის მეშვეობით ჩვენ რაღაცას მივაღწიეთ ახლა და ვიტყოდი 15 კაცით მივაღწიეთ მოხდით 12 საუკეთესო გუნდში ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ ოქტომბრის თვეში სამინისტროსთან გვექნება შეხვედრა ჩვენ წარვადგენ ჩვენ სამოქმედო გეგმას და თუ ამაში სამინისტრო დაგვეხმარება ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ უფრო უკეთეს შედეგს მოგეხსენებათ უკვე გუნდმა დაიწყო მზადება ლიგამუსის ბაზაზეა წარმოდგენილი საქართველოს ნაკრები მიემგზავრება მარსელში სადაც ევროლიგა იქნება აქ გაიმართება თამაშები მეტოქეები იქნება რადნიჩკი ოსილიპო ბუდაპეშტი ვოლგოგრადი მარსელი ეს საუკეთესო გუნდებია თუმცა მეორე ხრივ წინვალია რომ მიიღებენ სერიოზულად აი ეს უნდა მეკითხა ბატონ ალექსანდრე რომ უშუალოდ ჩვენში აქილევსკის ქუსლად და უკვე ყველა სახეობაში ქუსლად კი არა ეს უკვე ფედერაციას აღარჩება უფლება რომ ეხა მარტო ფედერაციის პრეროგატივა არ არის უკვე ფინანსურ მხარეზეა მთლიანად აქცენტი გადაალი რომ თუნდაც ერთი გუნდი ევროსარბიელზე იქნას წარმოდგენილი ხო იმიტომ რომ სხვა მხრივ ჩვენ საერთაშორისო გამოცდილებას ვერანაირად ვერ მივიღებთ. აუცილებელია რომ ჩვენმა მოთამაშეებმა აუცილებლად უნდა ნახონ სხვა უფრო ძლიერი მოთამაშეები და შერკინება მოხდეს მათ შორის ამ შერკინებაში იწურთობა ჩვენი მოთამაშეც. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ტურნირებს ვატარებდით ზოგჯერ იყო რომ ჩვენთან ძლიერი გუნდები არ მოდიოდნენ. იმიტომ რომ არ გთვლიდნენ სასპარინგო გუნდა და უკვე რახან 12 გუნდში ხარ უკვე შეგიძლია თავისუფლად რუმინეთი სერიოზული სავიზიტო ბარათია. რუმინეთის, აბერძნეთი, რუსეთის ნაკრები, საფრანგეთის, გერმანიის უკვე გვაქვს მიმოწერა ოქტომბრის თვეში მივემგზავრებით იტალიაში, სადაც ჩატარდება ლენის კონგრესი. ამ კონგრესზე წყდება ერთი წლით ადრე ვის რა გეგმები აქვს სათამაშო და ჩვენ შევეცდებით რაც შეიძლება მეტი ტურნირზე მიიღოს ჩვენმა ნაკრებმა მონაწილეობა, რათა აი ამ შესარჩევ ტურში უკვე 6 თებერვალს იქნება პირველი ტური, მეორე ტური იქნება 15 მაისს, მესამე ტური იქნება 9 ოქტომბერს. და წილისყრა როდის იმართება, როდის გვეცოდინება მეტოქეები? წილისყრა უკვე ჩვენ რიცხვები ვიცით და უკვე ოქტომბრის თვეში არ გამოურიცხავ იტალიაში იყოს წილისყრაც არ გამოურიცხავ აი იქვე შეიძლება გაიმართოს კონგრესი გაიმართოს მიეწუნას ამას იმიტომ რომ ყველა ქვეყნები იქნებიან იქ და ჩვენი სურვილია ჩვენ განაცხადი უკვე დავწერეთ რომ პირველი ტური ან რომელიმე ტური ჩატარდეს თბილისში იმიტომ რომ ეს ჩვენთვისაც პრესტიჟულია მოგეხსენებათ და ისედაც როგორც სატურნირო იგივე წმინდა ახალგაზრდებს შორის ჩავატარეთ თბილისში ევროპის ჩემპიონატი ჩამოსულები იყვნენ ფედერაციიდან ფედერაციის პრეზიდენტს დიდი მადლობა გადაუხადეს ამ ღონისძიების ჩატარებისთვის. კმაყოფილი დარჩნენ ხო საორგანიზაციო ხო არანაირი ორგანიზაციო მთლიანად ფედერაციამ იმუშავა ძალიან კარგად და ეს უფრო მიახლოებული იყო დიდების ევროპის ჩემპიონატს.
ისეთი ესე იგი ღონისძიებები იყო ჩატარებული, მოწონება დაემსახურა, ცოტა ცუდი ის იყო, რომ ჩვენმა წყალბურთელებმა ვერ აჩვენეს შედეგი ამას გამოგიტყდებით მართალია ესე სიმართლე გითხრა მეც არო ახალგაზრდებისგან აი იგივე თუნდაც პრაგმატული მოსაზრებით ცოტა მეც მოველოდი იმიტომ რომ ძალიან კაი მოთამაშეები თამაშობს იქ არიან ესე იგი გამორჩეული ბითაძე ჯახაიძე უმცროსი ჯახაიძე ღაის ხალხი უკვე იმნაიშვილი ესენი არიან გამოცლილი ვისი იმედით ჩვენ გვაქვს დიდ გუნდში და ვიტყოდი რომ აი საბერძნეთის გუნდთან მე მგონია რაღაც დააკლდა გუნდს 6-3 დამარცხდა და მათ ყველა თამაში მე შემიძლია გითხრათ რომ შეელოთ მოეგოთ. აი ცოტა რომ მოედომებინა, ცოტა უფრო ალბათ სერიოზულად მოეკიდათ, მათ ეგონათ ალბათ რომ სახში ალბათ გავადვილდებოდათ, მაგრამ სახში გეტყვით რომ ყველაზე ძნელია თამაში. იმიტომ რომ მაყურებელია და უფრო თან ის ხომაგობაც არ იყო, იცით, აქ უკვე მაყურებელი უკაცრავა და აი როცა საკუთარ კედლებში თამაშობ, ის კედლები თუ არ გეხმარება, თქვენ რა ბრძანებ, პირიქით უარყოფით და დიტვირთები, ფსიქოლოგიური ზეწოლა იზრდება და რეალური დახმარება არ ჩანს უკვე რა. არ მიგდეს უკვე იმიტომ რომ ეროვნულისგან განსხვავებით სამწუხაროდ ახალგაზრდულ ნაკრებზე კომაკს დიდად არ მოუკლავს თავში. ვადოდავით რაღაც საოცარი გახდა რა ქართული კომაკი ყოველთვის იყო რაღაც კაპრიზული მახა ნამეტანია უკვე რა იცით ესე ბოდიში და ესე ხო ეხა უფასო დასრება ყველაფერი აგინდა ყველანაირ პირობებს ითვალისწინებს ხელმძღვანელობა მე სპორტის სამინისტრო ყველაფერს გეხმარება ეხა იმიტომ რომ ბევრს გონია 21 საუკუნეში ოფიციალურ შეჯიბრებზე ესოდერ მაღალი რანგის ეს მაპატიეთ ესე უხეშად რო თქვა ესე მუქთან ჩადარება ანუ კომაკისთვის ის ღია კარის გაღება იოლი არ არის იოლის აქ მე სერიოზულ თანხებზეა ძვირბაზო მეგობრებო და ეხა კიდე ერთხელ ვამბობ თუ კომაკი არ ეყოლება ამა თუ იმ სახეობას ის სახეობა არ იარსებებს სპორტს აქ ერთი დაუწერელი კანონი მისი უპირატესი არის სანახაობრივი მხარე კომაკი და შესაბამისად საზოგადოებაში დამკვიდრება და მისი ნდობის მოპოვება და ინტერესი ხო მეთანხმებით აი იგივე ეხა ხო არ გახსოვთ ბანო დავით ეხა თქვენ თბილისში მთელი თქვენი ბანონარსადე მოქმედ წყალბურთების კარიერას აუში მე არა ისა დარბაში არ მახსოვს მადვით სარიელი ადგილი დინამოს თამაში მე არ არ ქონდა მნიშვნელობა დინამო იმ პერიოდში იყო ფორმაში არ იყო ვიყავით პირველ ექსეულში არ ვიყავით მე არ მახსოვს რომ ესე იგი ვაკის საცურაო აუზი იყო სავსე და ყველას ვიცნობდით ესე იგი ვინც იჯდა მე შემიძლია გითხრათ რომ ყველას ვიცნობდით რა აი ეს 3000 კაცი ვინც იჯდა ყველას ვიცნობდით ან ძმა იყო ან ათესავე ან მეგობარი ან უბნელი ან ბასენზე იქვე ახლოს ცხოვრები და ყველაზე მეტი ადამიანი სადაც მოსულა იმიტომ რომ იქ უფრო დიდი ტრიბუნა ყოფილა ეს ყოფილა მაისის საერთაშორისო ტურნირი გადასარევ სასაული ტურნირი გეტყვით რომ მაისის თვეში ზოგჯერ იყო ძალიან დიდი წვიმები და ხალხი იმდენად შეყვარებული იყო წყალბურთზე თავს ხმა წვიმა მოდიოდა და არ მიდიოდა და ბოლომდე კი მატჩი არ წყდებოდა უამიდობის გამო წვიმას არ ქონდა დავისის აი ხა გვაქვს რაღაც წუთიერი სარეკლამო ჭრა შემდგომ ძვირფასო მეგობრებო მთავარი თემა ჩვენ დღევანდელი გადაცემის რა უნდა გაკეთდეს ამაზე უშუალოდ ითქვა და კიდევ ვიტყვით მაგრამ ახლა რა ელის უშუალოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხედობაში მაქვს უშუალოდ ვინ დარჩება ვინ წავა ამ ეტაპზე რა არის ცნობილი ამის შესახებ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები სულ 1 წუთის შემდგომ ისაუბრებენ დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს სპორტ ტაიმი რადიო იმედის პირდაპირ ეთერში დიტო მარინაშვილთან ერთად სპორტ ტაიმის სპონსორია სამშვიდიანი ყოველდღიური ჯეკპოტები უამრავი ფულადი პრიზი და ავტომობილების გრანდიოზული გათამაშება პარკეტილში ორთაჭალაში ქალაქ რუსთავსა და მარნეულში სამშვიდიანი ვინც არ თამაშობს ბერიკებს ვაგზელებ ზირბაზო მეგობრებო ჩვენს დღევანდელ გადაცემას და ეწმინდა დროის უქონლობის გამო ისეთ ტემპში და ასეთ ტემპში ვითამაშოთ ხო ბატონებო ოღონდ მხედველობაში მაქვს პირველი პერიოდის შემდგომ მოვლენები ვერ ჩავთეთ გადაცემაში ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი ბატონი ირაკლი ბართაირი ბატონი ირაკლი შევჩედი საინტერესო თემაზე ხო აი ეს მარადიული თემაა უკვე ბოლო წლებში რაც ქართული სათამაშო ბურთიანი სახეობის მხედველობაში იქ ხო ნახეთ და კალბურთში ერთი თქვა ლეგიონერის ყოფნა არ ყოფნა რა რეზონანსი გამოიწვია და რამდენი დიდი მნიშვნელობა ეხა წყალბურთში ამ ხრივ განსაკუთრებით ხო 4 ლეგიონერი 4 ბალკანელი ესე იგი ელეზი ელაჩა ცრეპულია და ფრანიჩევიჩი ხო მოდი რომ შევეშვათ ეხა ამათი თამაშის შეფასებას ევროპის ჩემპიონატზე ეს საომალო თქვენი აზრით და რა ინფორმაციას ფლობთ ეს ხალხი რჩება თუ
უკვე ახალი ლეგიონერები უნდა მოვიძიოთ თუ აი რა ვითარებაში ასევე ბუნებრივია ნაკრებების ორივე ნაკრების ნუ ამ უპირატესად მოდი ჯერ ახალგაზრდულ შევეშვათ ეროვნული ნაკრების თავარი მსვლელი საკითხიც ხო ბატონიო არა მე არ მჯერა და დაბერთა მაგრამ უბრალოდ ნეპასტარელ ხო არ მერდება მივესალმე მსმენელს პირდაპირ მინდა მივაწოდო ინფორმაცია საიდან გაჩნდა ეს თემა რომ 4 ლეგიონერი გჭირდება თუ 3 გჭირდება იქიდან გაჩნდა რომ 90 წლების დასაწყისიდან პერმანენტულად 8 წლის განმავლობაში 4 ეროვნული ნაკრები დაიშალა. ამან გამოიწვია რომ მინიმუმ მედადა თუ აქ წამოსვლამდე თვლიდით 7-8 კარგი მოთამაშე არანაკლები ვიდრე დღეს ქართველი ის წამყვანი მოთამაშეები არიან იგივე ბაღადურია იგივე რურუა არანაკლები ბიჭები დავკარგეთ. და ისედაც ცოტა აუზევი მუშაობდა მაშინ კიდე ეს ხალხი დაიკარგა წავიდა სხვა სამუშაოებით დაკავდა და ამიტომ იძულებული ვიყავით რომ ყველა კომპონენტში რომ გუნდი გაგვიძლიერებინა ამ ეტაპზე ესე მივდგომოდით საქმეს. ეხლა სიტუაცია ნელ-ნელა გავაწლები და შეიცვლება იმიტომ რომ ახალგაზრდები ამის საშუალებას გვაძლევენ. ჯერჯერობით გუნდი თქვენ უკვე თქვით რომ ჩომახიძემ დატოვა ასევე გალაქტიონ ლაითაძეც აღარ ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში სამაგეროდ ახალგაზრდები წამოგვეშველებიან დანარჩენი ყველა ჯერჯერობით ასაკიც უწყობთ ხელს რომ დარჩნენ ხო აბსოლუტურად მე მგონი ისეთი ვეტერანს მიახლოებულიც არ გვაქვს ხო არა იმიტომ რომ არის 25 27 28 წელი ხო მაქსიმუმ ადონდა თუ ასეა ხო 28 წელზევით მე მგონი ჩვენ არ ყავს 23 24 მოთამაშიდან რაღაც ეტაპზე ალბათ მსვლელი არჩევს რომელი მოთამაშეები დაჭირდება და ის თვითონ გადაწყვეტს თუნდაც ლეგიონერების ბედს და თუნდაც ქართველების ბედს უფრო ახალგაზრდები ჩაანაცვლებს თუ მე შეგრებებზე წავა გუნდი და იქიდან გადაწყდება იმ 13 მოთამაშის ბედი ვინ ხო რა თქმა უნდა არ ბატონო მე ვიკითხე რომ უბრალოდ ვინმე ხო საკუთარი სურვილით ხო არ აპირებს უშუალოდ კარიერის დამთავრებას ხო ამ ხრივ იმიტომ რომ ყველამ ნახა რომ გუნდ შეუძლია ამ ჩემპიონატზე გამოსვლა დიდი შანსებია რომ ჩვენ ისევ მოხვდეთ ამ 16 გუნდში ეს ჩვენთვის კარი ღია იმიტომ რომ უჩვენეთ რომ თამაში შეგვიძლია ყოველთვის ეშინოდათ დაუშვათ ვინც გადის მე-11 მე-12 ადგილზე რომ მის მოწინააღმდეგესთან სანახაობრივათაც არ დაჩაგრულიყო ბევრი ბურთები არ გაეშვათ ამიტომ საქართველოს ნაკრებმა გეტყვით რომ 2 ტაიმი ყველასთან გაუძლო 2 ტაიმი თამაშდა და 2 ტაიმ ნახევარი და მე ჩავიწირეთ ვერ შეძლეს იმ გეგმების განხორციელება რასაც თვნელი აძლევდა და შეიძლება ეს გამოუცდელობის ბრალიც არის შეიძლება უფრო იქითა გუნდი უფრო ძლიერია და უკვე ამით მიხვდებიან რომ უფრო უნდა მოემზადოს მაინც რაღაც ფიზიკური მომზადება მგონია მომგალით რა იმიტომ რომ იცით 8-8-იანი აი მე ისევ გაგახსენებთ უშუალოდ აი ხა ხო 2 ლეგენდარული წყალბურთელი ბრძანდებით ეხა სტუდიაში თქვენს გვერდით ვარ და 20 წუთიანი გქონდა ხო 4-5-იანი და იქ გვიჭირდა ბატონ ალექსანდრე ფიზიკურად იქ გქონდა სერიოზული და ეხა ამას 12 წუთი დამატებული გამოდის რომ თითქმის ერთი მატჩი ნახევარ თამაშზე მეტი ემატება რა ეს მოითხოვს რაღაც არ ვიცი რა ეხა დაწყებული რა ფანტასტიკური არ ვიცი 32 წუთი თან გაზრდილი მე ბრძოლა გაზრდილია იქ რაღაც ასავლებ ძნელი სპორტი არა ურთულესი და არა სურვის ფორმაშიც უნდა იყოს დარტყმის ფორმაში და ებზანე ფიზიკური კონცეფცია სისწრაფეები რადონეზე გაზრდილი ხო გასო თქვენ დროს კაი გადავაგდებდით შეგვეც თუ გაგვეცო რომ დაგვეჭირა ბურთი ეხა რა ბურთის დაჭერა ელემენტარულად გახედოს ვერასრებ კაცი 30 წამს გაძლევენ უფლებას ბურთის პრობის ეს იგივე რა სკალად ბურთში გადააგებენ ებზანე და 24 წამი ეგრეთ წოდებული ნიშნი რიცხობრივიზეთ მეტი და ნუ ხალხში უნდა შეძლო ეს ყველაფერი და მე მგონია ვლადიმერ ისელიძეს და იო პოვოვიჩიც სწორი არჩევანს გააკეთებს გუნდს უკვე ამ ჩემპიონატიდან დიდი გამოცდილება მიიღეს მათ, იმიტომ რომ საქართველოს პირველად მოხვდა ესეთ დიდ ჩემპიონატზე, ესე ვიტყოდი, მათთვისაც დიდი გამოცდილებაა და ის შეცდომები, რომელიც გუნდს ჰქონდა, დაუშვათ ჩემი მხრიდან, დათოს მხრიდან, ჩვენ რჩევები მივეცით. იმიტომ ჩვენ უშუალოდ ვერ ვერევით მათ საწვრთნო მუშაობაში, მაგრამ როდესაც გუნდი თამაშობს, იქ რა ხარვეზებია, ჩვენ ამას ვხედავთ. რა თქმა უნდა, ეს შენიშვნები მათ მიცემული აქვთ ამ დღეებში ჩატარდება ფედერაციის კრება, სადაც მოვიწვევთ ნაკრების მწვრთნელებს და გვაინტერესებს როგორ აპირებენ მომზადებას, განიხილება ის გეგმები, რომლებითაც ჩვენ უკვე 2016 წელს უნდა მივახციოთ
ევროპის ჩემპიონატზე ისევ გასვლას და ისევ ჩვენ გულშემატკივრის გახარებას. მე ესე მგონია და ამაში იმედია რომ სამინისტროს დაგვეხმარება ის საკითხები რომელიც ჩვენ გვაქვს ეს არის უფრო ფინანსური საკითხები ფინანსური რომელიც ეხება კლუბებს და აუზებს და მოსამზადებელ პერიოდს აი ეს არ მთელი ეს შეიძლება სამი სიტყვით ითქვა მაგრამ ეს არის მთელი ფილოსოფია ხო ეხლა სპორტის და მათ შორის ხალბურთის ბუნებრივია ბატონ დავით არ შეიძლება არ კითხოთ ისევ დაუბრუნდეთ ლეგიონერებს თუ არის გადაწყვეტილი რჩება ეს 4-ეული მიდის და თუ აი ასაუმავლო და აი ეს ელეზი და ელაჩა ვიც არიან ეს ორი ბიჭი აუცილებლად ეს ორი წამყვანი ამ 4-ეულიდან ასე ვთქვა ელეზი გადავიდა სხვათა შორის ძალიან კაი გუნდში პრიმორაცია ესეთი გუნდი რომელიც თამაშობს ხორვატიაში და საუკეთესო გუნდში გადავიდა თამაშობდა იტალიაში და უკეთეს გუნდში გადავიდა ეს ელეზი და ეს ელაჩა დარჩა ისევ გუნდში რომელშიც არის იტალიაში ესეთი წამყვანი გუნდია ფრანიშევიც და ტრიპულიაზე ფრანიშევიცის მე მგონი რა ვიცი გადაწყდება ალბათ მცნელებით გადაწყვიტავენ შევხედავთ კიდე როგორ იქნება მე მგონი უფრო ფრანიშევიც შეიძლება ის მოკლებული აქვს რა საგზრომდას მოკლებული აქვს მოკლებული აქვს იქ რაღაც ქონდა რაღაც ისენი რაღაც პატარა პრობლემები ქონდა ჯანმრთელობის და ამიტომ პატარა პრობლემები ქონდა ხო იქ რაღაც ბრონხები და რაღაც ბრონხები გაუჩნდა და რაღაცები და სუნთქვი და იმითაც ვერ სუნთქავდა რაღაც ვერ იყო კარგად სხვათა შორის შეიძლება ეს შეიძლება არ გამოვიძახოთ ეს ფრანიშევიჩი იმიტომ და ტრიპულიაზე კიდე ლაპარაკი შეიძლება დაუძახოთ ამ ტრიპულიას შევხედავთ როგორ ფორმაშია როგორ გუნდში ჯერ არ ვიცით რომელ გუნდში ითამაშებს სად იქნება სად გაანაწილებენ ამ ტრიპულიას თვითონ ეს ჩერნოგორიელია ეს ტრიპულია სხვათა შორის კარგი მოთამაშეა მაგრამ მაგათაც შევხედავთ. ნუ ამ ორ კაცზე აუცილებლად ითამაშებენ ეს ორი კაცი ელეზი და ელაჩა აუცილებლად იქ დარჩება. თავარია რომ ბატონ დავით იცით ეს ბიჭები ჩვენ ხედულობაში მოგუშველოთ. და სხვათა შორის შემცვლელიც მოინახება რა და ითამაშებენ ეგ. აი ბატონ არცად ეს კამთან დაკავშირებით ეს ყველაზე აქილევსის პრობლემა ნებისმიერ სახეობაში ნუ წყალბურთში ხო გამორჩეული ხა იქ უხეშად რო თქვა კიდე შეიძლება თქვა და ისეთ სახეობაში რომელიც სივრცე დიდია იგივე ფეხბურთი რაღაც ცოტა დაიჭირო ტემპი დინო მაგრამ აქ თვითონ თამაშის დინამიკა არ გაძლევს ამის შესაძლებლობა არ არსებობს რა დაგახჭობეს 3 წუთში დაგახჭობენ შეიძლება 3 პერიოდი გასვლა მეოთხე ხო მეთანხმებით უცებ რა ეს არ იყო ჩვენ დროს ხო იმიტომ რომ ჩვენ დროს ორბურთიანი უპირატესობა რომ გაგინეებინა მე მაბადეთ აი ესეთ შემოტრიალებულ თამაშს ვერ ვიხსენებ რომ მოგვიგონდა იმიტომ რომ აქ შეიცვალა წესები ჩვენ დროს საჯარიმოდან 5 მეტროდან არ შეგეძლო ბურთის ტყორცნა კარის მიმართულებით ამან გამოიწვია ესე იგი ტაქტიკა სხვა იყო მიიღებდი ჯარიმას ჩაიწევდი უკან და ის კაცი და ტყუილად ბურთი და დრო გადიოდა დღეს უკვე უფლება გაქვს 5 მეტრიდან საჯარიმოდან აიღო და ტყორცნო ბურთი ამან გამოიწვია რომ უფრო მეტი გოლი გადის უფრო მეტი ბურთი გადის და ეს ორბურთიანი სხვაობა არაფერს არ გაძლევს თუ ცოტა დროა დარჩენ შეიძლება ამოვიდეს კაცი და 5 წამში გაგიტანოს გოლი არ დაჭირდეს 30 წამ რაც შეეხება ჩვენ სკამს ძალიან კარგია რომ უკვე წამოვიდნენ ახალგაზრდები მე ვახსენებ ბითაძე ჯახაია ჩიკვაიძე იმნაიშვილი ყაზახიშვილი ეს 5 კაცის დაემატება ეროვნულ ნაკრებს ეს 5-ვე მზად არის უკვე ხო ფაქტიურად ეს 5-ვე კაცი უკვე კონკურენციას გაუწევს იმ დანარჩენ 20 კაცს და მგონია რომ უფრო მეტად შეარჩევენ უფრო მეც მოინდომებს უკვე კაცი როდესაც კონკურენტიან გარემოშია ხო ყველას უნდა ითამაშოს ევროპა ხო პირველ რიგში ადამიანს სპორტსმენის რა არის მთავარი აზრი რომ მოხვდეს ევროპაზე და შემდეგ медали მოიპოვოს ხო ეს ჟინია ეს ამოძრავებს სპორტსმენს ამიტომ ფიქრობ რომ კონკურენცია იქნება და ეს ახალგაზრდები ვინც ჩამოგითვალეთ მათაც შეუძლიათ თავისუფლად იყვნენ იმ 13 კაცში რომელიც დაიცავს ჩვენი ეროვნული ნაკრების ღირსებას
მე შემიძლია ერთადერთი უსურვო მათ დიდი წარმატებები, ფედერაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ისინი წარმატებულები იყვნენ. მიდის მუშაობა დღეს ქუთაისშიც, რუსთავშიც, ჩვენ შესაძლებლობს აღემატება ეს მუშაობა. არა, ვიცი, უმეტესად ენთუზიაზმის ხარჯზე ეს და ან იმდენად წირი ანაზღაურება, რომ მიყვარს ეს სპორტი და ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ პრინციპში ვინც გვეხმარება, ვინც არიან ჩვენი სპონსორები, უმეტესი ისევ წყალბურთელები არიან, რომლებსაც რაღაც შესაძლებლობა გააჩნიათ დღეს და ამის მეშვეობით ხდება ის სპონსორული დახმარებები, არის სიტუაცია, როდესაც სამინისტრო ვერ გვეხმარება, იმიტომ რომ ისინი შეზღუდულები არიან, ესაც გვესმის ჩვენ და ყველანაირად სამწუხაროდ ბიუჯეტი ნამდვილად არ ვარ განებირებული და ჩვენ სამინისტრომ ერთად აესე ნელ-ნელა ამ ყველაფერს ვაკეთებ და იმედი გვაქვს რომ 2015 წელი უკეთესი იქნება. იმიტომ რომ 2014 წელს ახალგაზრდული ნაკრებიც და ეროვნული ნაკრებიც მიიღეს მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე და მე გეტყვით რომ ბევრი ქვეყანაა ევროპის რომელიც ოცნებობს ამას. და ის კი არა თუმცა წყმადაღებული იმ 12 გუნდს მიღმა დარჩა ჩვენზე ძლიერი კი არა გრანდები და უდიდესი ტრადიციული ინფრასტრუქტურით და ტრადიციები და იმით რაღაცნაირად 12 გუნდ შორის ესეთი ქვეყნები ვერ მოხდა ჩვენ ვენაში ვიმყოფებოდით გეტყვით 5 საცურაო აუზი იყო რომელიც აი ვიდექი და უყურებე და ყველა ფიქრობით აი ეს მოხდა საქართველოში რა რომ რამდენადაც გავაკეთებდით რამდენ ბავშვი გვეყოლებოდა რა და ეს ახლა ფიქრობ არ იქნება მარტო ეს ჩვენი სურვილი ფიქრობ უკვე შენდება ერთი ღია აუზი 2015 წლის ძალიან კარგია და ფიქრობ მომავალშიც ყოველ წელს თუ არა 3 წელიწადში ერთხელ რაღაც ინფრასტრუქტურა რო აშენდეს ეს ნახავთ თქვენ რა მიღწევა ექნება რასთავარი ჯანსაღი ცხოვრების წესი ესთეტის სილამაზე მე ხო ჩვენ მარტო წყალბურთს ვიძახით მაგრამ ცურვა წყალშეხტომა სინქრონიზ ეს ყველაფერი შეუულია ქართულად ქონდათ ამის არ სინქრონიზი მე და ბადუნდავი ცოტა სხვა მოსერეგოს ბადუნდავი სადარი თქვენ დაპირებული ლეგიონერები მე ხა არ მინდა ოკეი იწურება დრო მხედველობაში სინქრონიზ ცურვაზე ნუ დაპირებული და სლავებიდან ორი დუეტი წყვილი რაღაცა ხო რაღაც დაპირებული არა ეგ არ ჩერდება სხვადასხვა მიდის მუშაობა კი საბერძნეთში მიდის მუშაობა იმ მშობელი იყო მამამისი იყო ჩამოსული ბეზნებ შევეშვა და აგერ უკრაინა ბელარუსი ჩამოსული იყო ისა რა არა კაი სკოლა გვაქვს ხა ეს კაი გოგოები არიან სინქრონისტები ის გოგოები ძალიან ის სერიოზულად ვარჯიშობენ თურქეთში იყო წასულები სხვათა შორის ჩვენი ორი პატარა გოგო და იქ ერთ-ერთი გოგო მესამე ადგილზე გავიდა ქართული გოგო ვიცი საერთაშორისო ტურნირი იყო თურქეთში ბადონდავით მოდი იცით სამწუხაროდ ამოიწურვეთ ჩვენი დრო მე მინდა უბირაც ჯერ წარმატებები გისურვოთ ღერძელობა ბადონებოდა ეხლა საკმაოდ მძიმე ისეთი დატვირთული და კარგი გაგებით მძიმე და დატვირთული შემოდგომა გველის დაიწყება ეროვნული ჩემპიონატი პროგრამა რომელსაც წარადგენს საწყლოსო სპორტის სახეობათა ფედერაცია ვიქონიოთ იმედი რომ სპორტის სამინისტროსთან და კიდევ უფრო ზევით იქნება შესაბამისობაში მოყვანილი და გამოინახება უშუალოდ ის სახსრები რაც ქართული წყალბურთის განვითარებისთვის აი როგორც ორჯერ ორის დონეზე როგორც ჟანგბადის ბალიში ასე გჭირდება და ამის შემდგომ ბადონდავი ჩვენ შემოდგომაზე კიდევ აუცილებლად უნდა შევხვდეთ ერთმანეთს აი ბადონო ალექსანდრე გააჟღერა ის ულამაზესი სახეობები რომელიც აბსოლუტურად იგნორირება არანაირად არ შეიძლება ეს არის ცურვა ნუ ერთ-ერთი ხო აი რაღაც აუც არის ასევე წყალშიხტომა და აი სინქრონული ცურვა იქ სადაც ველით ლეგიონერებს ბადონდავი დაპირება შესრულება უნდა მე და წარმატებები გისურვებთ ბადონებო მადლობთ დაპატისებისთვის Sport Time. Radio იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად.